პიტერ ბრეიგელ უფროსის გლეხთა ცეკვა. ჩვენს წინაშე წარმოდგენილ ნამუშევარში ვხედავთ თუ როგორ აღნიშნავენ გლეხები დღესასწაულს სოფელში. კომპოზიციის მარჯვენა არეში მოცეკვავე გლეხთა წყვილია გამოსახული, რომლებიც ცეკვით ცდილობენ მათ უკან კომპოზიციის ცენტრში ოდნავ მოშორებით მოცეკვავეთა ჯგუფს შეუერთდნენ. აქვე უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ გლეხები ტრადიციულ ამ პერიოდისთვის სახასიათო სამოსში არიან გამოწყობილნი. მოცეკვავე წყვილის სიახლოვეს იკითხება ორი სკამზე ჩამომჯდარი მამაკაცის გამოსახულება. მათგან ერთი გუდასტვირზე უკრავს, ხოლო მეორე შედარებით ახალგაზრდა დამკვრელისკენ არის მიტრიალებული და დაჟინებით უყურებს მას. ახალგაზრდა ყმაწვილი ცალი ხელით მუხლზე ჩამოდებულ ღვინის ჭურჭელს იჭერს. სასურათე სიბრტყის მარცხენა არეში დამკვრელისა და ახალგაზრდა ყმაწვილის უკან მაგიდასთან მსხდომნი არიან გამოსახულნი, რომლებიც რაღაცაზე გამათობენ. მათ სიახლოვეს წინა პლანზე იკითხება კიდევ ორი მოცეკვავის ფიგურა. როგორც ვხედავთ, ასაკოვანი ქალბატონი ცეკვას ასწავლის პატარა გოგონას. მნახველის ყურადღებას იქცევს სასურათე სიბრტყეზე გამოსახული სოფელში არსებული შენობებიც, სახლები ხის ღობეებით და ტაძარი. ნამუშევარი დაახლოებით 1567 წელს შეიქმნა. ეს პიტერ ბრეიგელ უფროსის ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია. ნამუშევრის ცქერისას იქმნება განცდა, რომ მხატვარი თავად იყო ამ დღესასწაულის თანამონაწილე. კომპოზიციაში კარგად იკითხება გლეხთა ხასიათი, ჩვევები, მათ სახეებზე აღბეჭდილი ემოციები.